გაფართოების დოკუმენტში არის ასეთი ჩანაწერი, რომ მომავალი წლის განმავლობაში საქართველოს უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი. თავიდან აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში. აი ეს ნაწილი როგორ უნდა წავიკითხოთ, როგორ გაიგეთ თქვენ ეს რეკომენდაცია, სად ჰქონდა საქართველოს აცდენა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან. საღამოთიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მნიშვნელოვანი დასკვნა გამოქვეყნდა და რეკომენდაციები საქართველოსთან დაკავშირებით პირველად ხდება საქართველოს გაფართოების პაკეტში შეფასებული და ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასება, რაც ჩვენ გუშინ ნახეთ და მივიღეთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს ზოგადად ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით და ეს შეიძლება ითქვას ჰორიზონტალური საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთან მიმართებაში და არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან გამოყოფილად და ცალკე მდგომად გამოყოფილი საკითხი. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა დიდწილად ვიზიარებთ ევროკავშირის პოლიტიკას საგარეო მიმართულებით და გვაქვს ბუნებრივია ამაზე თანხმობა, აქ საუბარი არის კიდეც ანგარიში იმ ვთქვათ აქცენტებზე და იმ მომენტებზე, რაც ვთქვათ ჩვენი საგარეო ურთიერთობების პოზიციების თანხმობა, სადაც ხდება განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში, სხვა საკითხებთან მიმართებაში, თუმცა არის რაღაც საკითხები, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და შეიძლება სხვაგვარად მოხდეს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება, როდესაც საქმე ეხება თქვათ ევროკავშირის განცხადებებზე მიერთებას და რა თქმა უნდა აქ პირველ რიგში ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება. ამ ნაწილში ხომ არის გულისხმება აი სანქციები, იმიტომ რომ აქ ასევე არის ასეთი ჩანაწერი, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ საქართველოს შეუერთდა ევროკავშირის პოზიციებს, არ შეუერთდა შემაკაბულზომებს სანქციებს რუსეთის და ბელარუსის მისამართით და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლეს წარმოადგენს დეკლარაციებს. თუმცა საქართველოს მჭიდროდ და პრაქტიკულად თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით. აი ეს ჩანაწერი უნდა გავიგოთ როგორც საქართველოს პოზიციის ერთგვარი აღწერა და შეფასება თუ გარკვეული კრიტიკული შენიშვნა. პირველ რიგში უნდა გავიგოთ როგორც აღწერა და შეფასება, გამომდინარე იქიდან რომ ჯერ ერთი ამ შეფასებით და ამ აღწერით წერტილი ესმევა იმ სპეკულაციებს, რომელიც ჩვენ ქვეყნის შიგნით გვესმის ერთი წელია, სამწუხაროდ სწორედ საქართველოს პარლამენტში ქართული ოპოზიციის მხრიდან ხდება ამ მნიშვნელოვან საკითხზე აპელირება ძალიან ხშირად და სპეკულაციები, ბრალდებები საკუთარი ქვეყნის მიმართ და ერთგვარად ამას წერტილს უსვამს ევროკომისია თავისი შეფასებით, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს კარგად თანამშრომლობს ევროკავშირთან სწორედ სანქციების აღსრულების კონტექსტში და ამით ერთგვარ კმაყოფილებასაც გამოთქვამს საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით. ასევე როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს თანხმედრა უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის პოზიციებთან ნამდვილად არის და ეს გამოხატულია საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვადასხვა განცხადებებში, მაგრამ აქ არ არის არანაირად მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს მაინც და მაინც უნდა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და დააწესოს სანქციები რუსეთთან მიმართებაში, რადგან ევროკავშირი უწესებს სანქციებს რუსეთს. აქ ამოსავალი რა თქმა უნდა არის ის, რომ ეფექტიანი იყოს სანქციები, ეს არის მთავარი მიზანი ევროკავშირის და არა მხოლოდ და საქართველოს მხრიდან რუსეთისადმი სანქციების დაწესებას ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება რუსეთზე, რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად ეს არც განიხილება, ასე ვთქვათ, მსგავსი რაღაცის გაკეთება, როდესაც ის იქნება აბსოლუტურად შეიძლება პირიქით უკუ ეფექტის მქონე იყოს. ამ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ ამას, როგორც მინიშნებას თუნდაც იმაზე, რომ საქართველოს უნდა შეუერთდეს ამას ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან. ასე არის იქნება ეს ჩანაწერი. კაპიტან მაკა, ამ ახალი საკითხებიდან, რომელია ისეთი, რომელიც თქვენი შეფასებით შესაძლოა საჭიროებდეს დამატებით კონსულტაციებს ევროკავშირთან, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს იმ 12 რეკომენდაციაში 2022 წლის ივნისში გაცემულშიც იყო რაღაც ისეთი საკითხები, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გარკვეული მოდიფიკაცია დასჭირდა.
ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაცია და მით უმეტეს ის ახალი ეტაპი, რომელსაც საქართველოს იწყებს და ეს უკვე ფაქტიურად გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მივდივართ, თუ რა უნდა აკეთოს საქართველოს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არა მხოლოდ თქვათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი ქვეყანა. Რა თქმა უნდა, ამ პროცესში იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რაც მოითხოვს ინტენსიურ მუშაობას ევროკომისიასთან, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. ამისთვის გვაქვს ჩვენ ინსტიტუტები ევროკავშირთან, ამისთვის არსებობს თანამშრომლობის კომიტეტები, ქვეკომიტეტები, სხვადასხვა მიმართულებით. ამისთვის არსებობს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ფორმატები გვაქვს. და თუ კი საჭირო გახდება დამატებითი თქვათ ფორმატის შექმნა იქნება თუ კონსულტაციების ფორმატის შექმნა, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზად ვართ, რომ რეგულარულ რეჟიმში გქონდეს კონსულტაციები. ეს აუცილებელია, ეს აჩვენა თუნდაც 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესმაც, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით დაწყის ეტაპზე ძალიან ბევრ სპეკულაციას, სხვადასხვანაირ კითხვას, ყველა სხვადასხვანაირად კითხულობდა ევროკავშირის რეკომენდაციებს და უფრო მეტი სიცხადე, რა თქმა უნდა, შემოვიდა ამ პროცესში მას შემდეგ, როდესაც ჩვენ დავჯექით მაგიდასთან, მოვისმინეთ ევროპული მხარის პოზიციები, გაუზიარეთ ჩვენი ხედვები და რა თქმა უნდა, უფრო გამარტივდა სამუშაო პროცესი მას მერე, რაც თქვათ, მსგავსი კონსულტაციები ტარდებოდა ევროკომისიასთან და რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის მისასალმებელია, მე ამას ყოველთვის ვამბობდი ბრიუსელში და გავიმეორებ კიდევ ერთხელ. პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, ეს არის აუცილებელი საფუძველი და აუცილებელი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისად კარგი პოლიტიკური დიალოგი, გაღრმავება, რა თქმა უნდა, საჭიროა, როდესაც ჩვენ გვაქვს ამბიცია და ამბიციები, როდესაც გაქვს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დიალოგიც უნდა იყოს ინტენსიური. ახლა რა ამოცანა დგას იმ გუნდის წინაშე, რომელიც წარმოადგენთ საგარეო მიმართულებას, აი 15 დეკემბრამდე რა ამოცანები დგას თქვენ წინაშე, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ გაამყაროს ევროკომისიის რეკომენდაცია და რამდენად არსებობს რისკი, დავსვამ ამ კითხვას, იმიტომ რომ ისმის ეს ეჭვი, მაინც რამდენად არსებობს რისკი ან თეორიული შანსი იმისა, რომ არ იყოს ზუსტად შესაბამისი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დადებითი რეკომენდაციის. მე იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან ცხადი რეკომენდაცია არის ძალიან მყარი საფუძველი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის ევროკავშირის საბჭოში. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რა თქმა უნდა, როდესაც ხდებიან გადაწყვეტილების მისაღებად, იქ ძალიან ბევრი საკითხი განიხილება და ბუნებრივია, რთულია წინასწარ გათვალო, რომელი ქვეყანა თქვათ რა პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს. ამ შემთხვევაში თქვენ თუ მკითხავთ, რა არის აუცილებელი, რაც უნდა ვაკეთოთ, რასაც პრინციპში ვაკეთებთ ჩვენ მთელი 1 წლის განმავლობაში და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ამ დარჩენილი ხნის განმავლობაში, მაქსიმალურად ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, მათი პოზიციების თქვათ ცოდნა, თუ როგორ უჭერენ ისინი მხარს, იცით რომ არაერთ დედაქალაქთან ინტენსიური მუშაობა მიდიოდა სხვადასხვა დონეზე, პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე, საპარლამენტო კომიტეტების დონეზე, ასევე არსებობდა უწყებაჩორისი ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდა ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, რომლებიც რეგულარულ რეჟიმში ყველა დედაქალაქთან მართავდნენ კონსულტაციებს და აწოდებდნენ ინფორმაციას საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის შესახებ. ეს არის ის, რაც უნდა ახლა ვაკეთოთ ამ 1 თვის განმავლობაში, მაქსიმალური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ევროკომისიის მიერ მიცემული ეს კარგი საფუძველი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სწორად გამოიყენონ და საქართველოს არ შეექმნას პრობლემა დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა.